პროტესტი გრძელდება ამ წუთებში საქალაქო სასამართლოსთან, სადაც პარტიის წარმომადგენელი, სხვა პარტიის წარმომადგენელი, ქალები, აქტივისტები, ასევე პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები იმ უსამართლობას აპროტესტებენ, რომლითაც ბოლო პერიოდში გაივსო სასამართლოს დარბაზები, სადაც რეჟიმი სინდისის პატიმრებს ასამართლებს. ლიზი ვეკუა შემოგვიერთდება ახლა პირდაპირ ეთერში და ის მოგვიყვება უფრო მეც ამ აქციის მოთხოვნების შესახებ. ხათუნა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია, რომელიც დაორგანიზეს ქალებმა და აქ ამ აქციაზე არიან როგორც სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი ქალები, ასევე სინდისის პატიმრების დედებიც და ახლა დიამეტრეველი კოალიცია ძლიერი საქართველოს წარმომადგენელი სიტყვით მიმართავს აქ შეკრებილ ხალხს, გაჩვენებთ ძალიან საინტერესო ბანერებსაც უსამართლო მოსამართლეების სრულმოწმეების და პროკურორების დროწმობა, სადაც კანონი უსამართლოა და უმორჩილებობა მოვალეობა და ასეთი ტიპის ბანერები არის საპროტესტო აქციაზე დღეს მოტანილი. მე გავესაუბრები თავად აქციის მონაწილეებს და ვკითხავ თუ რატომ გადაწყვიტეს დღეს სასამართლოსთან შეკრება. მარიკა არევაძეს გავესაუბრები. გამარჯობა ქალბატონ მარიკა, ვკითხავთ დღევანდელი დღის აქ მოსვლის მიზეზთან დაკავშირებით. თქვენ რამდენიმე წუთის წინ სიტყვით გამოსვლაც გქონდათ და ახსენეთ სრულმოწმეები, საქმეები, პოლიციელები, შეკერილი საქმეები. თქვენ თავად ადვოკატიც ხართ და გითხარით უფრო მეტი, აი რატომ თბილისის საქალაქო სასამართლო და რა დარღვევებს ხედავთ თქვენ ახლა ამ მოწყებაში. სასამართლო არის ის სისტემა, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში უზრუნველყოს კანონის უზენაესობა და დაიცვას, აკონტროლოს ხელისუფლება, აკონტროლოს რეჟიმი, რომ არ გადავიქცეთ ავტოკრატიულ რეჟიმად და დაიცვას დემოკრატია. დღეს ამას სასამართლო არ აკეთებს. დღეს ეს არის ადგილი, სადაც ყოველდღიურად ჩვენ ვხედავთ სრულმოწმეებს, აბსურდულ საქმეებს, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის მიმართულებით და სასამართლო ვერ ახორციელებს ადამიანის უფლებების დაცვას, ვერ ახორციელებს თავისუფალი მომიტინგეების დაცვას და ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი რეჟიმის პატიმარი მარტო სისხლის სამართლებრივი წესით და ათეულობით და ასეულობით ადმინისტრაციული წესით, როდესაც არაერთმა ადამიანმა ადმინისტრაციული პატიმრობა სრულიად უკანონოდ მოიხადა, ხომ? ეს არის ის ადგილი, სადაც შეუძლია მოსამართლეს სასამართლო აქციოს, ასე ვთქვათ, წერტილად, საიდანაც დემოკრატია დაიწყებს განვითარებას და დაბრუნებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ადამიანის უფლებები იქნეს დაცული და ჩვენ დღეს ვახსენებთ სასამართლოს მის ფუნქციას, იმიტომ რომ სასამართლოს ეს ფუნქცია სამწუხაროდ დავიწყებული აქვს, ვახსენებთ ამ ფუნქციას და მოუწოდებთ დაუბრუნდეს მისთვის კანონით მინიჭებული ვალდებულების შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად ყველა საქმე იქნება შესწავლილი და აუცილებლად შესაბამისი პასუხისგებლობა დადგება ქვეყნის წინაშე. ძალიან დიდი მადლობა მარიკა არევაძეს უსმენდით თქვენ პირდაპირ ეთერში. მე ასევე გავესაუბრები სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებსაც, ნანი წულაიას, გიორგი მინდაძის დედას ვკითხავ, რატომ გადაწყვეტეთ ქალბატონო ნანი დღეს აქ მოსვლა? ჩვენ ყოველდღიურად სასამართლო პროცესებზე ვხედავთ ხოლმე აბსურდულ ბრალდებებს, სრულმოწმეებს თქვენი შვილების საქმეებში. აი გითხარით უფრო მეტი, რატომ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია? აუცილებლად უნდა მოვსულიყავი და ყოველთვის ვივლი. როცა უსამართლო სასამართლოა, როცა შენი შვილი ოთხკედელშია გამოკეტილი და ამდენი შვილები, რომლებიც აუდიტორიაში უნდა ისხნენ და ოთხკედელში არიან 8 კვადრატში გამომწყვდეულები, იმ ადგილისთვის ყველგან ვივლით, ყველგან წავალთ და ჩვენი საქართველოს დახსნისთვის ყველგან მივალთ კიდე. არც გაჩერებას ვაპირებ და არც გავჩერდებით არც ერთი დედები. ძალიან დიდი მადლობა თქვენ კადრში ხედავთ დედებს, რომლებიც როგორც ყველა აქციაზე ამჯერადაც ერთად დგან, ამ ხელი აქვთ ერთმანეთთან ჩაკიდებული და იცავენ თავიანთი შვილების, ოჯახის წევრების უფლებებს. მე ასევე გავესაუბრები ძლიერი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს სალომე სამადაშვილს. ქალბატონო სალომე, გკითხავთ დღევანდელ აქციაზე თუ შეიძლება. ჩვენ გუშინაც ვიხილეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აქცია და ამ დღეების განმავლობაში ლოკაციები უკვე რამდენჯერმე შეიცვალა. იყო პროკურატურაც, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროც, ახლა საქალაქო სასამართლო ქალების ორგანიზებით, აქცია ქალების ორგანიზებით. აი გითხარით დღევანდელი აქციის მთავარი სათქმე. იცით რა, დღეს საქართველოს და მის მომავალს გადაარჩენს მხოლოდ სოლიდარობა და ერთსულოვნება საზოგადოებას. ამიტომ ყველა აქცია, მცირერიცხოვანი, მრავალრიცხოვანი, ქალების სოლიდარობა, დედების სოლიდარობა, სტუდენტების თუ სხვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ვართ იმ ფაზაში, როდესაც რეჟიმი ცდილობს შეგვაგუოს, რომ თითქოს ნორმალურია, რომ ქვეყანაში 50 ადამიანი არის აბსოლუტურად უდანაშაულოდ ჩაგდებული ციხეში. და ჩვენ საზოგადოებამ უნდა ვაჩვენოთ, რომ ვერ გადაიყვანენ ამ ვითარებას ნორმალიზაციის ფაზაში, სანამ ქვეყანაში არის ესეთი უსამართლობა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ახალ არჩევნების დანიშვნასთან ერთად რჩება თავად
მოთხოვნად, როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე წინააღმდეგობის მოძრაობის ზოგადად. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. სალომე სამადაშვილს უსმენთ კომპიუტერულ ეთერში. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ კადრში დღევანდელი აქციის ბანერებს, სადაც საუბარია უსამართლოს სასამართლოზე და სოლიდარობას უცხადებენ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს იმ 51 პოლიტპატიმრს, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის სასამართლომ დააკავა. მე გიტოვებთ კადრს და თქვენ პირდაპირ ეთერში შეგიძლია მოისმინოთ იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან საქალაქო სასამართლოსთან და სოლიდარობას უცხადებენ სინდისის პატიმრებს. აუცილებლად მივახტევთ მიზანს, იმიტომ რომ სამართალი აუცილებლად მოვა.